ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. მე ვარ დათო სიმონია, 34 წლის, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე გარემოს დაცვით პროტესტებში ვიყავი ჩართული რიონის ხეობის დაწყებულ ბრძოლაში, ქმერისთვის დაწყებულ ბრძოლაში, რაჭის ტყეების ამბებში და ეხლა დღეს ყველაზე აქტიურად ბალდის კანიონისთვის დაწყებულ მოძრაობაში ვარ ჩართული და ამ მოძრაობებში ყოფნისას გავაცნობიერე საით მიდიოდა ჩვენი დღის წესრიგი და ჩემთვის დიდად სიურპრიზი არ ყოფილა ის გადაწყვეტილებები, რაც ბოლო ხანებში მთავრობამ მიიღო. ბოლო წლების განმავლობაში ამ სახალხო მოძრაობებს ვეხმარებოდი კომუნიკაციებში ჩემი პროფესიული ინსტრუმენტებით. როცა მქონდა მის შესაძლებლობა და სანამ დავოჯახდებოდი, ჩავდიოდი საპროტესტო ლოკაციებზე, იქ ცხოვრობდი, ვიღებდი ფოტოებს, ვყვებოდი ამბებს, ანუ რაღაცა ბლოგის ფორმა ქონდა ხანდახან ილუსტრაციებს ხატავდი და იმ ადამიანებს ვყვებოდი, ვინც მაინც და მაინც არ ჩანს მასმედიაში. ხშირად ვაკეთებდი ინფოგრაფიკებს და სხვა გამოსახულებებს, რომლითაც ვცდილობდი ვიზუალური ხერხებით ამეხსნა ის სიმართლეები, რისი მიტანაც ამ მოძრაობებს თანამოქალაქეებისთვის უნდოდათ. ბოლოს როცა რუსული კანონი დაანონსდა და უკვე ასე თუ ისე გამოიკვეთა საით მივდიოდით როგორც ქვეყანა, გადავწყვიტე ის ფორმები გამომეყენებინა, რომელიც ადრეც გამოვიყენე და ყველაზე კარგად უმუშავია, ეს არის რეალურ ფოტოებში ჩამონტაჟებული ილუსტრაციები, ანუ რაღაცა მიქსია სხვა ტექნიკის. და რადგან მე ყოველთვის მაინტერესებდა ეთნოგრაფია, ისტორია და ფოლკლორი, ვიფიქრე, ჩემი ცოდნები გამომეყენებინა იმისთვის, რომ ახალ თაობებს და ჩემს თანამებრძოლებს და ძველ თაობებსაც აღმოეჩინათ კარგად დავიწყებული პერსონაჟები, დავიწყებული სპეციალურად კომუნისტური რეჟიმის მიერ, რადგან ისინი ძლავრი სიმბოლოები იყვნენ ზოგადად წინააღმდეგობის, აჯანყების და განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის. ხო და გადავწყვიტე ეს ყველაფერი შემეკრა რაღაც სერიად და ეხლა ყველა მეუბნება რომ მიცნობს იმ უხილავი მხარდაჭერის სერიიდან ეგრე დავარქვი საბოლოო ჯამში, სადაც ისტორიული ფიგურები მხარს უჭერენ ჩვენს დღევანდელ ბრძოლას და გვეუბნებიან რომ ჩვენთან ერთად არიან და არ მიგვატოვებენ იმ ბრძოლაში, რომელიც თვითონ დაიწყეს. აი რუსთაველზე რო გავისეირნე, მივხვდი რომ ქაქუცასული, მიხა ხელაშვილის და კოტე აფხაზის სულები აქ იყვნენ, ეს როგორც ქართველმა ეგრე ვიგრძენი და არა როგორც არტისტმა და მე დავფიქრდი როგორც შეიძლება და ეს გადაწეულიყო სერიად. შთაგონებას იძლევა ის ხალხი, ვინც რუსთაველზე დგას, იმიტომ რომ ძალიან გვანან ფიზიკურადაც ამ ისტორიულ პერსონაჟებს და ხასიათითაც გვანან და იმ ბრძოლითაც გვანან, რაშიც არიან ჩართულები. ჩვენ მთელი სამეგობრო და მთელი ოჯახი დავდიოდით ხოლმე აქციებზე დაწყების დღიდან. ზამბროს საუბრობდით სასამართლო სისტემაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის გამართული სასამართლო სისტემის ქონა და ვამბობდით, რომ ოღონდ ეგ ქონდეს და დანარჩენს ჩვენ მივხედავდით ხალხი რა. და რადგან ამ სასამართლოზე ესეთი ფოკუსირება გქონდა, როცა გავიგეთ, რომ ბაბილოსთან იკრიბებოდა ეს კლანი. და იკრიბებოდნენ უკანონოდ დაჭერულთა მშობლებიც. გადავწყვიტეთ, რომ ამ მშობლებისადმი სოლიდარობა გამოგვეცხადებინა. მე და ჩემი ცოლი მორიგეობით დავდივართ ხოლმე აქციებზე და იმ დღეს ჩემი მეუღლის მორიგეობა იყო და ზვიადი და ჩემი მეგობარი და ჩემი მეუღლე წავიდნენ ბაბილოსთან. მე ნახე კადრები მისი დაჭერის
საკმაოდ მძიმე და უცნაური კადრები იყო, უბრალოდ დგას ჩემი მეგობარი, მოდის პოლიციელი შორიდან, დაავლებს ხელს და მიყავს. ანუ ამ კადრებში ჩანს, რომ არც იგინება, არც წინააღმდეგობას წევს, ასევე ჩანს, სადაც დგას და გზას არ კეტავს და მოკლედ სრულიად უსაფუძვლო დაკავებენ. მერე ვეძებდით კაი ხანი, ბოლოს აღმოვაჩინეთ, ეგეც ძალიან სტრესულია, რომ როცა იჭერენ ადამიანს, მალევე ვერ იგებს, სად არის გადაყვანილი და რადგან ამ ბოლო ხანებში ისიც არ ვიცით, ამ ადამიანებს ურტყამენ თუ არ ურტყამენ, ძალიან ნერვიულობ ამ ხნის განმავლობაში და მერე აღმოვაჩინეთ ძაღლის იზოლატორში და ხო, ჩემდას უთხარი, რომ უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებდი ჩვეულებრივ ცხოვრებას, ჩემ ცოლსაც დაველაპარაკე, ბავშვსაც დაველაპარაკე, ჩემ სულს უთხარი, რომ შავმა რაინდმა მოიტაცა ზუიადი და კოშკში გამოამწყდია და ეხა წავედით უნდა დავიხსნა თქო და დიდებს უთხარი რომ იმდენად ამოვარდა ყველანაირი ჩარჩოდან უკვე ჩვენი ყოველდღიურობა რომ ჩემი ყოველდღიურობაც ვერ დარჩებოდა რაღაც ჩარჩოში დალაგებულში და დავარცხნილში და რაღაცა ისეთი უნდა მექნა რასაც ჩვეულებრივ ადეკვატური ყოფის დროს არ ვიზამდი რაც მე დიდი რესურსები და ისინი ხა არ მაქვს რომ რაღაც აქციები ვაორგანიზო და რაც მაქვს ერთადერთი რესურსი არის ჩემი თავი და გადავწყვიტე რომ ეს ჩემი თავი დამეყენებინა პირველი 2 დღე ვიჯექი ამ სკამზე არ ვინძრეოდი და არც მეძინა მეგონა რომ შეიძლებოდა მოსამართლე ლელა მილდენბერგერს გავლენა მოეხდინა ამას, მაგრამ ვერ მოახდინა სამწუხაროდ ვერანაირი გავლენა და მიუსაჯა 10 დღიანი პატიმრობა, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის არის უკიდურესად მძიმე სასჯელი, ანუ აი უკიდურესი სასჯელი. მანამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს და ამ მუხლით დაკავებულებს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის არმიის დაუმორჩილებლობას, ან ხელწერილით ათავისუფლებდნენ, ან რაღაცა თულადი თანხით თულით აჯარიმებდნენ, მაგრამ ეხა უკვე დამძიმდა რეპრესიები ახალფაზაში შევიდა და გვერგო წილა 10 დღიანი პატიმრობა. ამის შემდეგ უკვე სასამართლოზე ვიყავით, ეს არ იყო ნამდვილად სასამართლო, ეს იყო რაღაც სირკი, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით და მე კიდევ უფრო გავბრაზდი და გადავწყვიტე, რომ სელი ეს 10 დღე სანამ ზუიადი ციხეში იქნებოდა, მე უნდა ყოფილიყავით ციხესთან. ამას პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვაკეთებდი გულწრფელად რო გითხრა, იმიტომ რომ ჩემთვის შეურაცხყოფელი იქნებოდა ამდენი სიგიჟის მერე მე ნორმალური ცხოვრება გამეგრძელებინა და რაღაცა ეს იქნებოდა ჩემთვის რაღაცა ტიპის მორჩილება, რომ მართალია თქვენ უკანონოდ და უსამართლოდ გვექცევით, მაგრამ მე ამითაც ვიცხოვრებ, ესეთი განაცხადი გამოვიდოდა და გადავწყვიტე რომ არ მეცხოვრა, ჩვეულებრივად არ მეცხოვრა ამ სასჯელთან ერთად და რაღაცა განსხვავებულ ყოფაში ჩამეგდო თავი. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შეიკრა უზარმაზარ სოლიდარობად, გამხნევებად ადამიანებისთვის, უამრავი ვინმე მოდის ჩემთან ნაცნობი და უცნობი, მეუბნებიან მადლობას და იმას, რომ ძალიან დადებითად მოქმედებს ეს ყველაფერი საპროტესტო მუხტზე. მე ამდენი არ მქონდა ეხლა ნაფიქრი თუ ამდენ ადამიანზე მოვახდენდი ესეთ პოზიტიურ საბეჭდილებას, მაგრამ დაბედნია რომ ეგრე გამოვიდა და ძალიან მიხარია თუ ეგრეა. შენ გენაცვალე მეგობრობაში. ჩემთან მოხვედი? აჰა. ჩემი დღე იწყება 8 საათზე, იმიტომ რომ ამ დროს მიწყება სტუმრიანობა, ყველაზე ადრე ვინც მიდის სამსახურში, ეგენი მოდიან პირველ რიგში ჩემთან, მასწავლებლები, ტაქსის მცხოვრები, ზოგი ლექსებს ჩუქნის, ზოგი ყავას და ზოგი რას. აი ესე 2 წამი შემოირბენენ, ესე გადმომაწოდებენ და მე გარბიან, ეჩქარებათ. მე მუდმივი ნაკადი არის ადამიანების. მართლა მე ვერ წარმომედგინა თუ შეიძლება და ოდესმე ცხოვრების განმავლობაში ამ ხელა ყურადღება და სითბო მიმეღო. ჩუქნიან წიგნებს, ტანსაცმელს, თბილს, ქურთუკებს, შარფებს, საჭმელსაც რაღაცა ისეც რომ ვერ წარმოიდგენ რომ შეიძლება ეგეთი საჩუქარი მიიღო, ტოლმა, ღომი, ხარჩო. როგორღაც გავთფერა, ზაჰესელებისგან მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ზოგი უბრალოდ ისე მოდის, არც არაფერი მოაქვს და მე ძალიან მიხარია, ეგ შემთხვევები ხელცარიელის რომ მოდიან, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე გემრიელი არის ის თანადგომა და ის თვალები, რომელთაც მიყურებენ ხოლმე, სიყვარულით სავსე თვალები და
მოდიან საუბრობთ, ბევრი მიყვება თავისი პირადი პრობლემის შესახებ, ოჯახური მდგომარეობის შესახებ. გეჭვმაკ რაღაცა მოაქვს. ეხა მარაცველია უნდა გეკავო. ყველა მაგას მეუბნე. სახალში დობის. კინკალი მომიტა. ვაიშ თქვენ გენაცვალეთ, ეს თქვენ ცხელი გინდათ რამე ან? მაგრამ მომეც დავაბინავებ. არა. ხორფილი. არა, გვაყავა ჩაი. უგრუბესი მადლობა. ამას მოსეს თავისუფლება ყავ რო გამოვა ზუია და შემოგი. მე რაღაცა ავტომატურად გადავიქეცი ამ უბნიდან შორს რუსთაველზე მოთუხთუხე პროტესტის წარმომადგენლად და მეუბნებია რომ ძალიან უხარიათ რომ ამ გარეუბანში გაჩნდა შესაძლებლობა ვიღაცასთან მისულიყვნენ და თავის უკმაყოფილება გამოეთქვათ, იმიტომ რომ ამ ხალხს სინამდვილეში არ აქვს თავისი მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე არ აქვს შესაძლებლობა რომ იქ ყოველდღე იდგეს და მოდიან და მეუბნებიან რომ აი შენ რო იქ მიხვალ გადაეცი იმ ხალხს რომ თქვენ გვერდით ვართ და თუ საჭიროა დაგიდგებით გვერდით. ეგ ძალიან მახარებს. ვიყიდე რაღაცა დენის წყარო, პორტატული დამტენი თუ რაღაცა ლეპტოპი მაქვს თან და როცა საჭიროა, ცოტას მუშაობ ხოლმე. მართალია ეს სტუმრების ნაკადი მაინც და მაინც ხშირად მაგის შესაძლებლობას არ მაძლევს, მაგრამ რაღაცებს ვახერხებ. ბავშვი მოდის ხოლმე ჩემთან დრო გამოშვებით, ვეთამაშებით. თუმცა მძიმე მეტეოროლოგიური პირობები არ გვაძლევს დიდი ხანი ერთად ყოფნის საშუალებას. უბრალოდ შეუძლებელია თან ეს საფრთხე გვედგას თავზე ნაჯახივით გამოკიდებული და თან ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრება გავაგრძელოთ. მე ისიც მესმის რომ ბევრს არ აქვს შესაძლებლობა რომ 24 საათი სადღაც იდგეს და რაღაცა მაქსიმალურად აპროტესტოს და გასაგებია ყველაფერი, თუმცა მოსაფიქრებელია რაღაც ახალი ფორმები, დასაფიქრებელია ახალ ფორმებზე და შეიძლება რამდენიმე საათით ჩავიდეს ადამიანი თავის უბანში, ტრანსპარენტი დაიჭეროს, დროშა მოიხვიოს და დაელაპარაკოს თავის მეზობლებს და აღმოაჩენს, რომ ბევრად უფრო ნაკლებად არის საზოგადოება პოლარიზებული, ვიდრე სამთავრობო არხები ცდილობენ ამის წარმოჩენას. ყველა ცნობიერებს, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ ერთ აზრზე ვართ თუ განსხვავებულ აზრზე ვართ რაღაცა ერთი სხეულის ნაწილები რა და ზოგს ყოფნის თანაგრძნობა და ემპათია იმისთვის, რომ ამ ერთი სხეულის რაღაც მტკივან ნაწილს მოეფეროს და დაუამოს და ზოგს საკმარისი ემპათია არ აქვს და ეგ არის ეგ ერთი რაღაცა, რაც გვაერთიანებს. ჩვენ ვართ ერთი რაღაცა სამოქალაქო სხეულის და ერთი ორგანიზმის ნაწილები რა. ზოგი მარცხენა ხელია, ზოგი მარჯვენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მტრები ვართ. ძალიან უცნაური შეგრძნება არის ცხოვრებაში პირველად ვარ ამ სოლიდარობის ადრესატი, როგორც წესი მე გამოვხატავდი ხოლმე სოლიდარობას. თავიდან ძალიან მღლი და იმის ძალიან მღლი და შეწუხება აი ამ გაყოფილი ლუკმის გამო და მაგალითად წარმოიდგინე როგორია გავუმკლავდე ამ სურათს, როცა ადამიანი მოდის ორი აი წინ თონე გვაქვს და იქ ყიდულობს ორ პურს და ერთ შენ გიტოვებს, არა და შენ ახლა დიდი აუცილებლობა მაგის არ გაქვს, ან ვიღაცა ღარიბი სხვა ადამიანი მოდის და რაღაცა ღვეძელს გჩუქნის, ყავას გჩუქნის, როცა იცი რომ იმას თვითონ აქვს თავისი გასაჭირი რა და ძალიან რთული მიჭირდა ამასთან გამკლავება, მაგრამ მე აღმოვაჩინე რომ ეგ ადამიანები პირველ რიგში ჩემთვის კი არ აკეთებენ ამას, თვითონ უკეთებენ თავის თავს და თავის თავს ამხნევებენ პირველ რიგში და რაღაცნაირად დანიშნებენ რომ თავის თავს უმტკიცებენ რომ ცოცხლები არიან, სოლიდარულები არიან და არ დატოვებენ არავის ესე ქუჩაში შეციებულს და მშიერს. მე ხარც ექსპერტი არ ვარ პოლიტიკური და არც რაღაცა გეოპოლიტიკური ცოდნები გამაჩნია, მაგრამ ძალიან ადვილი არის რაღაცებს შემჩნევა რა, რაღაცა ცოდნა არ გჭირდება იმისთვის, რომ მარტივი დასკვნები გამოიტანო, თეთრი შავისგან გაარჩიო, რა თქმა უნდა, თუ გინდა ამის გარჩევა და შეფასებას რაც ეხება პირველ რიგში
ჩვენ დავდექით ძალიან უცნაური გამოწვევის წინაშე რა, როგორც პოლიტიკური ერთეული მსოფლიო რუკაზე და როგორც საზოგადოება რა. პირველ რიგში ზნეობრივი გამოცდა და გვიდგა და მორალური გამოცდა და გვიდგა, რომ აბა სახეს თუ დავკარგავთ და ადამიანობას თუ დავკარგავთ, ან თუ შევინარჩუნებთ რა. მოდი ახლა რაღაცები დაგათვალიერებინო. აი, ჩვენი საპროტესტო ლოკაცია. ბანელინა. აჰა. როგორია? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი გამოწვევა, რომელიც ებმის პოლიტიკურსაც არის, აი ეს, რომ აბა თუ შეგვიძლია შევინარჩუნოთ თავი როგორც ერმა. ფაქტიურად ეს არის რაღაცნაირი პროცესი, რომელსაც თან დემოკრატიულობისკენ მიყავხარ და თან შენ თვითონ გზრდის, შიგნიდან გზრდის და რაღაცა სპირალებით არის, რომ თან შენ იზრდები და ქმნიან დემოკრატიას და თან დემოკრატიასაც უახლოვდები რა, ცოტა ჩახლართული ამბავი მგონია რა. ვიკი? სინამდვილეში ეხლა რაც ხდება, მართლა ქართველობისთვის ბრძოლა არის და თუ ვინმე გვაკარგინებს ქართველობას, არის ზუსტად ის ხალხი, ვინც თითქოს ქართველობის შესანარჩუნებლად იბრძვის, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად არაფერია იმაზე ქართული, ვიდრე სოლიდარობა, ვიდრე ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვიდრე მიხა ხელაშვილი, მარო მაყაშვილი, რომლებიც ზუსტად იგივე ბრძოლაში იყვნენ, რაშიც ჩვენ ვართ. არაფერია თუნდაც წინააღმდეგობაზე უფრო ქართული და როცა ქართულს აშინებ ომით, არაფერია ჩემთვის ამაზე დამამცირებელი რა, იმიტომ რომ ჩვენ არავის არ უნდა რა თქმა უნდა ომი, მაგრამ როცა შენ ქართულს ომით უქნევ თითს, ეთნოს, რომელიც იდენტობა გამოიწრთო ომში, ეს არის რაღაცა ღირსების შემლახველი და ზუსტად აქ იკარგება ქართველობა რა. ქართველობა ომი კი არ არის და ომის სურვილი, ქართველობა არის ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არ იყოს რა. და ისინი გვეუბნებიან, რომ ამისთვისაც არ უნდა ვიბრძოლოთ, ანუ მშვიდობისთვისაც კი არ უნდა ვიბრძოლოთ. გრძელვადიანმა გარემოსდაცვითმა ბრძოლებმა შემაჩვია იმას, რომ შედეგზე უფრო ნაკლებად ვარ ორიენტირებული, ვიდრე თვითონ პროცესზე. მე რასაც უყურებ ახლა ირგვლივ რაც ხდება, მე უკვე მგონია, რომ რაღაც წილ გამარჯვებულები ვართ რა და ეს სტრესი, რომელიც ჩვენთვის პოზიტიურად გამოვიყენეთ და გავზარდეთ ამ სტრესით საკუთარი თავები და ვისწავლეთ გრძელვადიანი ბრძოლა, უკვალოდ არ ჩაივლის და როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა, ჩვენ უფრო გაზრდილები, მდგრადები და ძლიერები შევხვდებით შემდეგ გამოწვევებს რა. ჩემთან ყოველ დღე პატარა ბავშვები მოდიან სკოლის მერე მორბიან ხოლმე და პურს მჩუქნიან, დღეს ბატი-ბუტი მაჩუქეს და ბოლო ყველაზე ბნელი სცენარი რო წარმოვიდგინოთ და ჩვენ თუ არ გამოგვივა არაფერი, ამ ბავშვებს მაინც ვუტოვებთ გაკვალულ გზას, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის იმ ლექსში არის. ეს განწირული მცდელობა თუ ჩაივლის უკვალოდ, რაღაც გათენილ გზას მაინც დავუტოვებთ ჩვენს შემდეგ თაობებს და მე მარტო ამაზე ვფიქრობ და ეხა იმდენი ეკალბარდი გადავთელეთ ჩვენ და ისეთი სირთულეები დავწირეთ, რომ უკვე ეს საქმე არის რა, უკვე უნდა მივულოცოთ ერთმანეთს, რომ აი ყოჩა, ამდენი დღე ვდგავართ, ესეთ არანორმალურ რაღაცებს ვაკეთებთ, თავს არ ვზოგავთ და ეს არის რაღაც წილ უკვე გამარჯვება და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის დარწმუნებული ვარ. ადამიანი ცვლის დროების ადამიანი